საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში გარკვეულ საკითხებს არ ეთანხმება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათისაა და კრიტიკაც მისაღები უნდა იყოს. თუმცა დოკუმენტში არის ნაწილები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. კალანდაძემ აღნიშნა, რომ ანგარიში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასში მკაფიოდაა ხაზგასმული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ის რომ ირღვევა ადამიანის უფლებები და აუცილებელია ამ რეგიონებში მოხდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვება. ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში, რასაკვირველია, არის ის, რომ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად არის ვითარება კიდევ ერთხელ ხაზგასმული ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტულად ამ უწყების გადმოსახედიდან არის ის, რომ ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.